ხალხო რა გამახსენდა ახლა? ვაიმე, ნემსი გავიკეთე ხალხო და რამ წარი წამალია სული გამამწარა. ვაი. ის არის რა ქვია. მაშინ დავიწერა სოფლელები ხართ, ხო იცით? ხალხო, ხო იცით? იმან ისევ სხვა აკაუნტი ალბათ გააკეთა და ისაო რა ქვია. მაღალფარდოვანი სიტყვებით უნდა ილაპარაკოთო, გვესაუბროთო, რატო ლაპარაკობთ ეგეთი სიტყვებითო, ეგეთი სიტყვებს რატო ამბობთო? ვაიმე. რა სიტყვებს ამბობთ ხალხო? ისაო რა ქვია, კილო გაქვთო, რა კილო გაქვს? რომელ კილოზე ვსაუბრობ, ამა მითხარით. ხალხო დაწერეთ აბა რომელ კილოზე, მე რაჭული კილო კი მაქვს ხანდახან. მაგრამ ელემენტარულ ხანდახან მასშვები, მაგრამ აბა გიორგის რა კილოა? რა კილო მაქვს მითხარით? აბა რომელი კილოთი ლაპარაკობს, აბა რომელი იმიდან. სუნკა რო თქვი, სუნკა ქვია და რა გავაკეთო? სუნკა ჯერ ეგეთი არც მითქვია, ჩანთა თქვი და. სუნკა ქვია და რა გავაკეთო? რაც ქვია მეც იმას ვამბობ. საუბრობ უკაცრავად. უკაცრავად საუბრობ. წარეთ გამამწარა რა. რა ნემსი ამნაირი რა წამალია? ვაიმე, სული გამიმწარა. გტკივა. ვაიმე. ოი, ხალხო. ვაიმე, რამ წარეთ მეც. რა არის ამნაირი? რანაირი მაღალფარდოვანი სიტყვებით ვილაპარაკო, რა არის? იმაში ვზივარ, პარლამენტში ვზივარ, თუ YouTube-ში ვზივარ, კაცო. მე რა პარლამენტში კი არ ვზივარ, ახლა და ის კი არ მიყავს, რა ქვია. დებატები. პარლამენტის ის კი არ ვარ, თავმჯდომარე. არა, უბრალოდ აიცი სიტყვაზე ავიღოთ. ყველა მაღალფარდოვანი სიტყვებით ისაუბრეთ. მაღალფარდოვანი როგორ ისაუბრე? ახლა მაღალფარდოვანი სიტყვები როგორ წარმოგიდგენია, ქალბატონო, ჰა? ქალბატონო შორენა სახელის გამანდოთან. შორენა ქვია კი ბატონო. ქალბატონო შორენა. მაღალფარდოვანი სიტყვები როგორ წარმოგიდგენია? რა უყურებს რა ქვია? ვისა? მანანა შორენა რო ეძახი კატები რო არ უყურს. მე რა ვიცი? არ ვიცი. რა არ უნდა დაბლოკო გიორგი? მაღალფარდოვანი სიტყვებით როგორ ვისაუბრო, მითხარი? მითხარი ერთი როგორ ვისაუბრო? ქალბატონო შორენა, მომაწოდეთ სიტყვები რა გინდათ როგორ გინდათ ვისაუბრო და ვისაუბრებ ქალბატონო. ვაიმე რაღა ვქნა, მერთო დიდებულო. ვაიმე, რამდენი შემიძლია მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, მაგრამ არ მინდა. მე ისე მოვდივარ თქვენთან ხალხო, როგორც იმასთან რა ქვია, როგორც ოჯახის წევრთან ვისაუბრებ, ისე ვსაუბრობ თქვენთან. მაღალფარდოვანი სიტყვებით. ახლა ვერ მოგართვით. ალბათ შენ საფრთხე. ერთი ხალხო იცი რა უნდა გითხრათ. ვაიმე, დედა სული გამიმწარა ვეღარ ავლა. კარგი, რაღა დაგემართა, გავიგეთ. ეს გაიგეთე. ხო, ხალხო. ვაიმე, მეშვიდეთ. მაღალფარდოვანი სიტყვები. როგორ წარმოგიდგენიათ ხალხო მაღალფარდოვანი სიტყვები? ალბათ ისა რა ქვია, მოწიწებით უნდა ვისაუბრო, მას აქვნა რა ქვია, აი როგორ გაგიხსნათ, აღარ ვიცი ხალხო უკვე როგორ ახსნა. ახლა უძდელად არ შემოვდივართ, ცუდ სიტყვებს არ ვიყენებთ, იმას არ ვაკეთებთ, რა ქვია და სხვანაირად ახლა რაც აქვია ადამიანს და როგორც რანაირად სახელწოდება ისი რა არის. მაკარონს რატო ეძახი? მაკარონი ქვია და რა დაუძახო აბაბა? მაგან მაკარონს რატო ეძახიო? მაკარონი ქვია და რა დაუძახო? აბა რა ქვია? მაკარონი ქვია და აი ბრინჯს რა უნდა დაუძახო? შენ შორენა რო ხო ქვია შორენა. კალისტრატე ცალკალამან დაგლეჯილაშვილი რო და ხო მოგეწონება? ჯერ რატო უნდა დაუდო? აბა მაკარონს რატო ეძახიო? შენ იმაზე მიდიხარ, პასტაზე მიდიხარ, ქალბატონო? ვაიმე, ვერ მოგართვით. დედა პასტაზე მიდის ეს, პასტას ეძახის ალბათ. მეც ვიცი რაც არის, რომ პასტას ეძახიან, მაგრამ ჩვენ ქართულად საუბრობთ. ჩვენ ხალხნო, რა უნდა გითხრათ?
ფასებოდა, ტკბილებოდა, თბილებო. ისე მოვდივართ როგორც საკუთარ მაკარონს რატო? ოჯახში შედიხარ და საუბრობ. ჩვენ არ ვიცით უძდელი სიტყვები, არ ვიცით მაკარონი ქვია, აბა რა ვთქვა? ბრინჯი ქვია. მეცინება ხალხო. კარტოფილს კარტოფილი. ხალხს ხალხი, ნიორს კიდე ნიორი ქვია, პომიდორს პომიდორი ქვია და იმას კიდე ვაშლს ვაშლი ქვია, მანგოს მანგო ქვია და რა დაუძახო მითხარი? აი მაკარონი ქვია და მაკარონს რა უნდა დაუძახო? ჰა? აი ხალხო თქვენ დამიწერეთ. რა დაუძახო მაკარონს მითხარით? ჰა? მითხარით დამიწერეთ კომენტარებში მაკარონს რა დაუძახო? მაკარონა. მე მგონი ამას თავი მიურიხინებია იმაში რა ქვია. კედელზე წვიმაც აქვს ჩასული და ძალიან ის არის რა ქვია. ალბათ თოლში დაეცა ძალიან და თავი ჩამოვარტყა რაღაცას. ფაიმე დედა რაღა ვქნა. არ ვიცი. ქუდს მე გამოგიგზავნი, ნუ დადიხარ. ზოგიერთები ნუ დადიხარ ქუდის გარეშე, იმაში რა ქვია, მზეში და ქოლგის გარეშე წვიმაში. ან თუ არა გაქვთ მე გამოგიგზავნით. გამოვიწეთ იმუდან ქოლგასაც და იმასაც და გამოგიგზავნით. მაკარონს რა უნდა დაუძახო? მაკარონს ნუ ეძახიო და რა დაუძახო მითხარით ხალხო? იმან დიმამ კიდე საზამთროს ხელით ნუჭრიო, ამან მაკარონი არ დაუძახო? ერთმა დომესტოსიანმა. ერთმა კიდე ისა რა ქვია, დომესტოსიანმა მაგიდის ტილოთი უფრო სწორად ჩვარით, ის არ უნდა გაწმინდო რა ქვია, თასი თუ რაღაცა რა ვიცი. მაგიდას არ უნდა გადმოუსვა ტილო. დედა რაღა ვქნა. ერთმა კიდე იმაში რა ქვია, ნიჟარაში, სამზარეულოს ნიჟარაში უკაცრავად რუსული სიტყვის კუხნის ხნა უნდა მეთქვა და კიდე შემოვარდებოდა, არ მოეწონებოდა ქალბატონ ჟორენას. ო, ისა, რა ქვია, სამზარეულოს ნიჟარაში ხელი არ უნდა დაიბანო? ხელით არ რეცხავ ჭურჭელს. ფეხით რეცხავ. დედა რაღა ვქნა. დედა რაღა ვქნა, რამდენი იმას უნდა გაუძლო რა ქვია უტვინოს, ჰა? აი გარეთ. რამდენ ტვინგათოშილს მართლა ჩემი ქიმიის მასწავლებლის არ იყოს, ტვინგათოშილს უნდა გაუძლო ამდენს. კიდევ ყარი მასწავლებელი არა ვარ, თორე გავგიჟდებოდი მე, ალბათ. დედა რაღა ვქნა. აი გარეთ. ხან ისე იქნებოდა, ხან ასე იქნება. იქნება ისიც მასწავლო რა ქვია, ქართული თურს მასწავლი და იქნება ინგლისურიც მასწავლო, აბა. მითხარი, იქნება ინგლისური სიტყვებით შემისწორო რაღაცა. რა ვიცი, შეიძლება არასწორად ვამბობ რაღაცას და შემისწორო, აბა, მიდი. დედა რა ვქნა. ქლახათ არის საქმე. მე არა მაქვს ქლახათ საქმე, მაგას აქვს. ალბათ მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობთ სახლში. ან ხალხო, ალბათ მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობს. დედა. თუ მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი იცი, მოდი დაიწყე იუთუბერობა, მოგისმენთ. მოგისმენთ, კაცო, ვისწავლით რაღაცას. ვისწავლით მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარს. აი, დედა გლახათ არის საქმე. სასაცილო იქნებოდა სატირონი რომ არ იყოს. აი მაკარონს რა უნდა დაუძახო? მაკარონს რატო ეძახი მაკარონს? მაკარონი ქვია და რა უნდა დაუძახო? აი შეიძლება ახლა პეჩენიას არ დაუძახო პეჩენია, იმიტომ რომ ის არის ქართული სიტყვა არ არის. ხო, ქართული სიტყვა არ არის პეჩენია. ორცხობილა, ხო და შეიძლება სპიჩკას არ დაუძახო სპიჩკა, იმიტომ რომ არ არის ქართული სიტყვა, ასანთია. ხო, შეიძლება იქ მაგას არ დაუძახო ხო, მაგრამ მაკარონს რა უნდა დაუძახო, კაცო? როგორც ვიცი, ქართულად ქვია მაკარონი. და იტალიურად მეც კი ვიცი რომ პასტას ეძახიან. სპაგეტის კი ვიცი, სპაგეტიც ვიცი რომ მაკარონი არ აქვია, იმას სპაგეტი ქვია და ჩვეულებრივ იმას რა დაუძახო და რა ქვია, არ ვიცი. სახელები ხო აქვს რაღაცა იმის, მაკარონის.
სახეობებს აქვს სახელები, მაგრამ ეხლა ეგენი დამახსოვრებინე კიდე. მაგების დამახსოვრება რომ დომოდა, იმაში ვიჯდებოდი პარლამენტში. ან კიდე მზარეული ვიქნებოდი აგერ. მაგრამ იმასაც ჩემი იმას იზავდა რა ქვია. ისე არ უნდა დაჭრაო, ესე არ უნდა დაჭრაო. იმან ხელით ისაჭრებაო რა ქვია, საზამთრო ამან მაკარონი არ დაუძახო. დედა რაღაც არის საქმე. ერთი გმასწავლეთ საზამთრო როგორ დავჭრა, სეზონი მოდის და იმას ვიზავ რა ქვია, გავითვალისწინებ. და ერთი კიდე გმასწავლეთ მაკარონს როგორ დაუძახო. ქართულსაც კი მასწავლიან. ქართულს ხანდახან ჩემი ქართულის მასწავლებლისგან იმას არშვებოდი რა ქვია. მასწავლებელს რო ეშლებოდა, მე უსწორებდი და შემასწავლი ქართულს, ა? შორენა ქართულ შმორენა. შორენა. სიმღერა უნდა დავწერო ხალხნო. შორენაზე და დიმაზე უნდა დავწერო სიმღერა. შორენა, ჩემო შორენა. აი ვიდეო ვიწო. ხანი მოგვეტყვიან და ხანი სასაცილო არა. აი მეცინება, პირდაპირ მეცინება ესეთ ხალხს. ნუ მეცინება რა გავაკეთო, ჰა? აი მე ყველაფერზე ნუ მაიმუნო ბრა. რა ვქნა მეცინება და მე მაიმუნება, სამეიმუნოა ბრა. მაკარონს არ უნდა დავუძახო მაკარონიო. ამა სამეიმუნო არის, აბა რა არის? ერთმა დამიგვიწერა, მიწერა კიდე ძალით ნუ ცანცარებო. ის სუნთლად გავაკრე. ის სუნთლად გავაკრე იმიდან რა ქვია. არც დამიბლოკია, არც არაფერი. სუნთლად გავაკრე იმიდან აყიდა. შეიძლება უყურებს ხო? კომენტარებს აღარ. რაღაც წეს ის არისო რა ქვია. შეიძლება იწყინა კიდეც რო დავცინე და ცივიწყალი დალიოს თუ ეწყინება კიდე. ახლა ამასაც კიდე რა. ქართულის მასწავლებელი გამომიჩნდა ხალხო. ხო ხედავთ. ჭრის მასწავლებელი ხომ ყავს, საზამთროს ჭრის და ახლა ქართულის მასწავლებელი ყავს. კიდე ინგლისურის მასწავლებელიც მალე გამომიჩნდა. ცოტა ხანში შეიძლება ინგლისურის მასწავლებელიც გამომიჩნდეს. შეიძლება ის მითხრას რა ქვია. Hello-ს რო ვიძახი ხოლმე. Hello არ არისო და სხვა რაღაცა არისო. შეიძლება ეგ მითხრას რა ვიცი მე. Bye. ხო და მე ინგლისურიც კარგად ვიცი და კიდე რუსულიც კარგად ვიცი და ქართულიც და რა ვიცი. შენ თუ აფრიკულად ლაპარაკობ, ეგ არ ვიცი უკვე. აფრიკა. მოდი გიორგინა მეტანი წავართ დედა და 12-ზე ვარ. 13-ია. ცოტა ხანი ვიყოთ კაცო. აი, მეტანია წავიდე. ისიც რო გადავიღეთ. აი ბედები, ხედო. არა, უბრალოდ აიცი რა არის. აი, უთობლო რაღაცები ხდება რა. ხალხო ხანდახან უნდა გავაერთოთ ცოტა. როგორ? შორენა. ქალბატონო შოკა. ყველას თავის გზით გაუმარჯოს ამით. ხანდახან ხო გვიდა გამხიარულე. ხო, ხანდახან ხო უნდა გამხიარულეთ. ესე არ უნდა დამებლოკა და რას დაწერდა ეხლა საინტერესო იქნებოდა. ესე არ უნდა დაბლოკო გიორგი იყვნენ. მას არ უნდა. არ უნდა დაბლოკო და თქვა ვიდეოში რაღაცები და რას დაწერენ, ეგ არის საინტერესო კიდე. ხონა გვინდა ცოტა გართობა ხო გვინდა ხალხო. ამოქეკვა. ხალხო გართობა გვინდა. აბა, ჩიმო. ისე რომ ხელათი გადიდი და დღე. ხო. აბა ხალხო.
Em სიტყვას ხო ვერ გადავიჩვიო. ყოველ წუთას იმას ხალხო ვიძახი ყოველ წუთას. ეხლა მაგის ის გამომიჩნდება ვიღაცა კიდე. მასწავლებელი. ხო. პედაგოგი? ის რო იყო რა ქვია, საბერძნეთში მეორე მაიკო რო იყო, ხო იცი? შვილთან ერთად დედაშვილის ვლოგები YouTube ის რო. ხო. ის ქალი გააქრეს იმიდან რა ქვია. YouTube-დან გააქრეს ქალი. კაი ქალი იყო. ხო, 9 წლით ხო ატირეს ამ ხელა ქალი. და გააქრეს. საერთოდ ვიდეოებს აღარიგებს. გადავირი. სულ რო იწვალონ. სულ რო იდაგონ მაინც ვერ გაგვაქრობ. ვაი, სულ რო იწვალონ, ხო. შეიძლება ერთი დღე არ დავდოთ. ხო, ერთი დღე არ დავდოიდიო, მაგრამ მეორე დღეს მაინც მოვალ. სულ რო იწვალონ, იდაგონ, სულ რო იბუბგონ, ეგ უნდათ. მარტო YouTube-ში კი, YouTube-ს კი არა. საერთოდ არც ერთი სოციალური ქსელიდან არ გავქრები. ესეთების გამო. რაჩი, აღარ გვინდა არის ხამაკ ჰეითერებზე ლაპარაკი. დავღალეთ ხალხიც და ჩვენ დავიღალეთ უკვე რა. ელაპარაკონდა იყვნენ და წერო. ენაზე უკვე იზამა გამობმული რა ქვია, ენა მაგ გაბუჟებული საუბარით. ენა გამიბუჟდა. ეხლა ენასაც ენა არ დაუძახო შეიძლება დაწეროს. მაკარონია, მარა. მაკარონი, შენიცი მაკარონი. თორიცი გასწავლით. ხო. ეგ შორენა რო ქვია და შორენა არ დაუძახო და კალისტრატე დაარქვა. აბა რა დავარქვა? რა უთხრა? ხო. თალგამან მალან დაგლეჯილაშვილიო თუ რაღაცა. კალისტრატე ცალქალა მან დაგლეჯილაშვილი. შოკა. შოკა შორენა. ჩემო კარგო შორენა. აჰა, ხან ვიმღერეთ კიდეც. გავერთეთ კიდეც ხალხო ვიცინეთ. უყურეთ ხალხო თქვენს გაერთობით. ხანდახან საჭიროა. ესეთები რო გავართოთ. Oh my god. Oh my god-ონები, რასაყოლებიერენიც. Oh my god. Oh my god, ახლა შემოგიხდება ვიღაცა. რატო? შემოგიხდება oh my god, რო იძახე ეგრე არ არისო გეტყვის. ვიმე. ქართულად ისაუბრე. მოდიო რა. ახლა მასწავლოთ ქართულის და ინგლისურის კიდე რა. Oh my god. ჯერ ეგრე არ იმას უკვე მიქნია რა ქვია, დავბერებული ვარ რომ ქართული დამავიწყდე და ინგლისურიც კიდე. ინგლისურშიც გაჯობებ. და იმაშიც რა ქვია, ქართულშიც. და ჩინურშიც კიდე, რაც არ ვიცი იმაშიც. ვაიმე რა, ჩინური ის მაგარი იყო ის გაცრა გაისაინტერესო რაღაცა. მოლი რო იყო ის ჩინეთში. ის რა მაგარი მოლი იყო. ხო, მწვანე. სიმწვანე, გამწვანება. ლამაზია რა. ჩინჩანჩო იძახე. რა არის ისინი აქვთ? მოლები. ზოგადად მაგათ უჭირთ ხოლმე უცხოენის სწავლა. ჩინჩანჩო პინჩანჩო. როგორც მე მიჭის ჩინური. მიჭის რა არც დამიწყია. არც დამიწყია ხალხის სწავლა. ჩინჩანჩო, ბინჩანჩო. ჩანჩო, ბანჩო. ჩინჩანჩო. ვაიმე, გამიარა. კაცო რა არის? რა არის ესეთი მწარე? ბანკალის ჩამაგრიჯა. ხალხო რაღაც მაქვს. გამოსული აქა და მეწვის. ტკივა. და წველი მაგ გასაფარში და ვერ გამებარსია, პირდაპირ აქ არის. ო, გეტკინოს. ნუ იწიწნი, გიორგი და მოგიჩება. მოდის. ხალი წავიდეთ ის სასაფლაოზე მოდი. გადავიდეთ და გადმოვიდეთ. წავიდეთ ვიდეოსაც გადავიღებ თან ხალხო. ხო. ვიდეოც იქნება რაღაცა. ორი ვიდეო. რაღაცის. ორი რაზე. ორი იქნება და გზას ცხონო გადავიდეთ. ხო, რაღაცის ვიდეო მაინც იქნება. ხანდახან გასვლითი ვიდეოებიც კარგია. გასვლითი ისეთ ადგილზე არ მივდივარ. რა ქვია?
ისეთ ადგილზე არ მივდივართ რესტორანში, მაგრამ მაინც უნდა გადაიღო. იუთუბერობამ მსხვერპლს მოითხოვს ხალხო სივრცეში ყოფნა სოციალურ ქსელებში. მოდი ახლა 20-ზე წავიდეთ. ხო, 20-ზე წავედით და ეხლა ხო ჯერ YouTube-ში ხო ვიგონებდი რა უნდა გადავიღო. ეხლა კიდე TikTok-ი დამემატა. იქაც ფიქრობ ვიდეოს გადაღებაზე. იმასაც თავს არ ვანებებ. მოდი ახლა წავიდეთ და 20-ზე წავედით. თავნიშიც გასაკეთებელი მაქვს კარტოფილი დედი. მე პურზეც დასასრულელი ვარ მგონი. გაიხარეთ. დიდი მადლობა. თბილი კომენტარებისთვის, ჩვენი გაძლებისთვის, ჩვენი მოსმენისთვის და რა ვიცი მე, ჩვენი ათაბათას საუბრებისთვის. მიეხეთქებით ხან იქ მივეხეთქებით ხან აქ მოვეხეთქებით. ხალხო, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. აბა ჰედა გაერთობით, გაიხარეთ. იცინებთ. ჩვენი გამოწერისთვის, თქვენით არსებობს ეს არხი. Subscribe to my channel. დაიხარეთ აბა ჰედა აბა ხო კარგად იყავით, მაგრად იყავით. ვისაიდან გვიყურებთ იმ დღეს მშვიდობისა და ვინ როდის უყურეთ არ ვიცი. აბა ჰეი კარგად. Bye. Bye.